ეს ჯავახეთია, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე. ულამაზეს მას მისი გამორჩეული და უნიკალური ბუნება ქმნის. უზარმაზარ მთებში და ღრმა კანიონებში უამრავი ისტორიული ძეგლი და ნასოფლარია ჩაკარგული. საქართველოში სამწუხაროდ ბევრი ნასოფლარია. ერთ დროს სოფლები, სადაც სიცოცხლე ჩქეფ და დღეს მხოლოდ მიტოვებული სახლები და ნასახლარებია შემორჩენილი. ქართული მემკვიდრეობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მიწევს ხოლმე ახალ-ახალი რუბრიკების გაკეთება. დღევანდელი სიახლე სწორედ ნასოფლარებს შეეხება. მომავალში შევეცდები დიდი დრო დაუთმო ამ საინტერესო თემას. ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და ბოლოს გიჩვენებთ საქართველოში ყველაზე პატარა ეკლესიასაც. ეს რუბრიკა მინდა დავიწყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნასოფლარით, რომელიც მდებარეობს მესხეთში და ეს არის ზედათმოგვი. ჩვენ აქ ვიყავით ზაფხულში, ვისაც წინა ფილმები გაქვთ ნანახი ჩემი, სამცხე-ჯავახეთის პირველ ნაწილში იხილავდით ზედათმოგვის ეკლესია გადავიღე. ხოლო ეხლა მინდა გიჩვენოთ და გაგაცნოთ აი ეს ძალიან საინტერესო ნასოფლარი, რომელიც სამწუხაროდ ეხლა ნასოფლარია და იყო ძალიან ძლიერი და დიდი სოფელი ერთ დროს. ზედათმოგვი სამცხე-ჯავახეთს და ზოგადად მესხეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ნასოფლარია. ზედათმოგვის შესახებ მოგვითხრობს ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე. გიორგი ადგილობრივია და ბევრი რამ იცის მესხეთის ისტორიაზე. როგორც ჩანს, ზედათმოგვის ტერიტორია პრეისტორიულ პერიოდშიც იყო ათვისებული, ამას მოწმობს ის, რომ ნასოფლარის გარშემო გარკვეულ ადგილებზე ეს არის ეგრეთ წოდებული დარნების სახელწოდებით ცნობილი ადგილი, რომელსაც ზედათმოგვის შემოსასვლელშია, ასევე აგრეთვე ზედა ვარძიის თავი, რომელსაც უწოდებთ ამ ადგილს. ამ ტერიტორიაზე შემონახულია დღევანდლობამდე გვიანბრინჯაო ადრეკენის ხანის ყორღანები. ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ უკვე შესაბამისად გვიანბრინჯაოს ხანაში ეს ტერიტორია გარკვეულწილად რა თქმა უნდა ათვისებული იყო. ნასოფლარი, როგორც აღინიშნა, კარგად არის შემონახული. რამდენიმე სახლს აქვს სახურავი. კარგად განირჩევა ოთახების გეგმარება. მთავარ ოთახებში კი, სადაც მთელი ოჯახი იკრიბებოდა, არის ბუხრები და საცხოვრებლად საჭირო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ელემენტები. რაც შეეხება ქრისტიანულ პერიოდს, ნასოფლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია სტელა. ეს არის მე-6 საუკუნეების სტელა. დღესდღეობით ეს სტელა გადატეხილია, თუმცა მისი შემკულობა, ეს ფორმა და ასე შემდეგ მიანიშნებს იმაზე, რომ თავის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და დიდრული სტელა, კარგად გაფორმებული სტელა არის. სოფლის გარშემო ხელოვნურად გაკეთებული ტერასებია, სადაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებდა. ეს არ არის უბრალოდ რიგითი ნასოფლარი, რომელიც ხასიათდება მხოლოდ ნასახლარებით. ნასოფლარი საინტერესოა იმითაც, რომ ამ მთელი ნასოფლარის ტერიტორიაზე, როგორც უშუალოდ ცენტრში გარშემო, წარმოდგენილია არაერთი ისტორიული ძეგლი. საინტერესოა ის, რომ თვითონ უშუალოდ ნასოფლარის ცენტრში შემონახულია მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სამნავიანი ბაზილიკა.
ეს ნასოფლარი უბრალოდ რაღაცა განცალკევებულ ისეთ რიგით ნასოფლარს არ წარმოადგენს, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნე, რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე და ამ რიგი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რითაც ის გამორჩეული ნასოფლარია ის, რომ ეს ნასოფლარი ზედათმოგვი პირდაპირ უშუალოდ მიმული იყო თმოგვის ციხე-ქალაქზე. ვინაიდან თმოგვის ციხე-ქალაქიდან იგი დაახლოებით 2-3 კილომეტრით არის დაშორებული, ფაქტობრივად მის უბანს წარმოადგენს გარკვეულწილად უბანიც იყო, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად ჩანს მე-16 საუკუნის მესხურ ქრონიკებში, სადაც შალიკაშვილთან და ჯაყელთა დაპირისპირების მომენტებშია ნახსენები. თუმცა ვიდრე მე-16 საუკუნემდე გადავდეთ, ისე მე-11 საუკუნე შევეხოთ, ტაძარი საინტერესოების თუ ამ მესამნავიან ბაზილიკას თავის არქიტექტურული და ხუროთმოძღვრული ნიშან-თვისებების გარდა ტაძარზე შემორჩენილია არაერთი წარწერა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიგებთ, რომ ტაძარი ნამდვილად მე-11 საუკუნეში აშენებული. ზედათ მოგში მრავლადაა ხალხურ არქიტექტურაში გავრცელებული მიწური, ერდო-ბანიანი სახლები. კონსტრუქციული თავისებურების, ერდოდან განათების გამო შესაძლებელია ბანიან სახლს 4 მხრიდან მიეშენოს სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობა. სწორედ მსგავსი კონსტრუქციული გადაწყვეტა გვხდება ნასოფლარის სახლებშიც. ზედათმოგისთვის ყველაზე რთული მომენტი იწყება სტანდარტულად იმ პერიოდიდან, როდესაც სამცხე საათაბაგო ანუ მესხეთი გადადის ოსმალეთის დაქვემდებარებაში, ანუ ოსმალე 1578 წლიდან ჩილის ბრძოლის შემდეგ ნასოფლარი ფაქტობრივად ოსმალთა დაქვემდებარებაში გადადის. ანუ ამ პერიოდს სწორად ეკუთვნის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთორის ცნობები გვაქვს, რომლის მიხედვითაც ნასოფლარი იმ დროიდან ზედათმოგში ცხოვრობდა 17 კომლი ქრისტიანი, თავი აქ ჩანს, რომ რა გადასახადებს იხდიდნენ და საინტერესოა ისიც, რომ შემდეგ პერიოდში, როდესაც უკვე მე-16 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე 1850 არსებობს ასეთი 1850 წლის კამერალური აღწერები და არსებობს 1886 წლის კამერალური აღწერები. აქაც იგივენაირი რაოდენობის მოსახლეობა ფიქსირდება, როგორც ჩანს, მოსახლეობა არ გაიყო და ამას თავის მიზეზი გააჩნია, ვიცით რომ როდესაც ოსმალები ბატონობდნენ სამცხე-ჯავახეთს ზოგადად მესხეთში, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გამუსლიმდა და ზედათმოგი იყო ის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, მთელი სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, უნდა აღინიშნოს, სადაც მოსახლეობა არ გამუსლიმანებულა, იმიტომ ბოლო დრომდე ნასოფლარში მოსახლეობა იყო ქრისტიანი. შესაბამისად ეს ამის გაგრძელება არის ის, რომ მე-16 საუკუნეში რა მოცემულობაც იყო და რაოდენობის მოსახლეობაც, სწორედ იგივე რაოდენობის მოსახლეობა ფიქსირდება მე-19 საუკუნეში. ეს ნიშნავს იმას, რომ არ გაიყო ოჯახები, იმიტომ რომ შეწერებული გადასახადი არ გაზრდილიყო ამა თუ იმ ოჯახის კისერზე. ამის გარდა საინტერესოა ისიც, რომ ამ ხნის განმავლობაში მე-16 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ყოველთვის როგორც ყველა სოფელში და ნასოფლარში ყოველთვის იყო ეს მოსახლეობის ცვლა, იმიტომ რომ ზოგიერთი გვარი სხვა სოფლიდან მოდიოდა სახლდებოდა, ან აქედან მიდიოდა. ამის დასტურია თუნდაც სხვადასხვა ისეთი გვარები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, ვიცით ისტორიული ცნობებით ან გადმოცემებით, ზედათმოგში სხვადასხვა მეზობელი სოფლებიდან არის რამდენიმე გვარი, თქვათ, მოსული. ან პირიქით, აქედან არის, თქვათ, ზედათმოგიდან წასული ჯავახეთის სხვა სოფლებში წასული. მაგალითად, ამისი დასტურია ის, რომ ქილდაში მოსახლე, თქვათ, მაღრაძეები, ბალანთაში მოსახლე მაღრაძეები, ბალანთაში აგრეთვე მოსახლე მელიქიძეები არიან გადასულები სწორედ ზედათმოგვიდან. საინტერესოა ისიც, რომ დმანისის ტერიტორიაზე, იქ არსებულ ქართულ სოფლებში, აქედანაც არაერთი გვარი გადავიდა. მათ შორის მაღრაძეები, მათ შორის არიან მაისურაძეები გადასულები და რომლებიც დღესდღეობით იქ იაშაღაშვილებად წერიან. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ უკვე
მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ცნობილი 1918 წლის პერიოდში არაერთი გვარი გაიხიზნა, ანუ ბევრი ასე ვთქვათ, ოჯახის ძმები გაიყვნენ და გადავიდნენ ქვემო ქართლში და განსაკუთრებით საინტერესოა ეს მანგლისის მაგალითზე, მანგლისი თონეთის მიდამოებში ზედათმოგვიდან და ზოგადად ჯავახეთის სოფლებიდან არაერთი გვარი არის გადახიზნული და რომელიც დღესაც ცხოვრობენ იქ და პირდაპირ დასტურდება, არც გვარი არ შეუცვლიათ, პირდაპირ იგივე გვარებით ცხოვრობენ. საერთოდ ნასოფლარის ისტორია, ასე ვთქვათ, მთავრდება და ყველაზე ზოგადად ამ სოფლის ზედათმოგვისთვის ყველაზე ტრაგიკული თარიღი არის 1954 წელი, შეიძლება ტრაგიკულად დავარქვათ ამას, ვინაიდან რეალურად მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ეს ყოველთვის ცოცხალი სოფელი იყო, 1954 წელში მთლიანად იცლება მასობრივად და აქაური მოსახლეობა ჩაასახლეს სოფელ ნაქალაქევის ტერიტორიაზე. 85 წელია გასული და ფაქტობრივად ეს ნასოფლარად რჩება, ძველი მეპატრონეები და ძველი მფლობელები იგივე დღევანდლობამდე იყენებენ ამ ნასოფლარს და საერთო ჯამში რო შევაჯამოთ, გამოდის რომ როგორც უკვე თავიდან აღვნიშნე, ეს რჩება სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულ ნასოფლარად, თავისი ამ მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, თავისი ეკლესიით და სოფლის გარშემო არსებული სალოცავებით და საინტერესოა გადმოცემა ისიც რომ ზედათმოგვის მოსახლეობა ქრისტიანობა ბოლო პერიოდამდე შემოინახა და არ გამუსლიმდა, არის ამ სალოცავების დამსახურება, ანუ სოფლის ცენტრში არსებული წმინდა გიორგის ტაძარი და ჯვრულად სოფლის გარშემო არსებული სტელები სოფელზე, ანუ ზეთხეთში ქმნიან ჯვრის ხაზს. ანუ აგერ ზუსტად ჩვენ ნახა ტაძართავი მყოფებით, ჩვენიდან სამხრეთით არის აგერ ჭაჭკრის სტელა, ეგრეთ პატარა სტელა სალოცავია, ჩვენ ზემოთ აგერ ზემოდან ამაღლების სტელა და ამაღლების სალოცავი დაყურებს, აქეთკენ არის კიდევ მეორე ჯვარი, ქვემოთ ის ალაგური, რომელიც უკვე ვისაუბრეთ, ალაგურის ჯვარი, ის მე-16 საუკუნის სტელა. ნასოფლარის ტერიტორია, ზოგადად ნასოფლარი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულ ნასოფლარს წარმოადგენს მთელ სამცხე-ჯავახეთში. ამის დასტურია ისიც, რომ მთლიანად აგერ ჩვენიდან მარცხნივ ეს ნასახლარები კარგად არის შემონახული, თუ სხვა ნასოფლარებს გადავხედავთ, მხოლოდ საძირკველია დარჩენილი, ანუ იყო სოფელი, იგივე 54 წლამდე, დღეს მხოლოდ საძირკველები დარჩენილი. აქ ვინაიდან ბოლო პერიოდიდან და დღევანდლობამდე გამოიყენება ეს ნასოფლარი როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის, საძოვრად და ასე შემდეგ. სახლები შემორჩენილია, მყარად დგას რამდენიმე ერთობანიანი სახლი და რამდენიმე მათი რამდენიმე გვარის კუთვნილება, აქეთ ჩვენ ხედავთ მაღრაძეების საცხოვრებელი, ასე ვთქვათ, უბანს, იქითკენ არის ოთანაძეების და მაისურაძეების საცხოვრებლები, რომლებიც კარგად არის შემორჩენილი და სტატუსებიც აქვთ ამათ, რამდენიმე 3 მათგანს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც. ესეც უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ნასოფლარი და ის საცხოვრებლები, როგორც ნასოფლარი, მაინც გარკვეულწილად აგრძელებს სიცოცხლეს. აი ასეთი იყო მეგობრებო ზედათმოგვის ისტორია. მომავალში შევეცდები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სხვადასხვა ნასოფლარები გაჩვენოთ. ეხლა კი ბოლოს მინდა ნახოთ საქართველოში ალბათ ყველაზე პატარა ეკლესია, პატარა ქვაბოვანი ეკლესია, ვარძის სიახლოვეს შედის ერთი ხევი, ხევის ბოლოში არის ზედავარძია და ამ ხევის სიახლოვეს მდებარეობს ძალიან მცირე ეკლესია. აი ახლა გაჩვენებთ, აი ესეთი ადგილია, ესე მიდიხარ ადამიანი, თითქოს არაფერი და უცბად თქვენს წინ ჩდება აი ესეთი მცირე ეკლესია.
ფაქტიურად პატარა კლდეშია გამოჭრილი. აი ესეთი. ავიდეთ ვნახოთ. არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ამაზე პატარა ეკლესია სხვაგან არ ვინახავს. ახეთ რა პატარაა. ესეთი მცირე მინიატურული ტაძარია. ძალიან საინტერესოა. აი ამ საინტერესო პატარა ტაძრიდან დაგემშვიდობებით. მომავალში ვეცდები რაიმე საინტერესო გაჩვენოთ. მომავალ შეხვედრამდე.